როგორ აცილებს 2025 წელს და როგორი მოლოდინით ხდება ახალ 2026 წელს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. მრავალ მილიარდიანი ინვესტიციის მოლოდინი, ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლები, ტურიზმის გაზრდილი სტატისტიკა. ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიმართულებებისა, რომლებიც საქართველოს მთავრობას საშუალებას აძლევს თქვას, რომ მათი ეკონომიკური პოლიტიკა არის შედეგიანი. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარია ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და მასთან ერთად ვისაუბრებთ 2025 წლის ეკონომიკურ შედეგებზე, მასშტაბურ საინვესტიციო პროექტზე, გამოწვევებსა და მოლოდინებზე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ისე გამოვიდა, რომ 2025 წელს პრაქტიკულად ვაჯამებთ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან პროექტზე საუბრით, რომელიც კი ამ წლის განმავლობაში მოვისმინეთ. საუბარი მაქვს იგილ-ხილსის პროექტზე. თუმცა ვიდრე ამ კონკრეტულ თემაზე გადავიდოდე, ამ კონკრეტული პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ბრძანდებით ქართული მხრიდან და ამ თემებს აუცილებლად დეტალურად შევეხები. მთლიანობაში 2025 წელი როგორი იყო ეკონომიკის სამინისტროს გადმოსახედიდან, რა ძირითადი მიღწევებს გამოყოფთით, რა ძირითად გამოწვევებს და ის მიმართულები, რომელიც უშუალოდ თქვენი საკურატორო სფეროშია, სად ხედავთ კიდევ უფრო მეტი გაუმჯობესების პერსპექტივას? მოგესალმებით, მაია, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის, მივესალმები ტელემაყურებელს, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ეკონომიკურ შედეგებს, ყველა ძირითადი პარამეტრი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ძალიან წარმატებულად ვასრულებთ ეკონომიკური თვალსაზრისით მიმდინარე 2025 წელს. სხვადასხვა პროგნოზებით ეკონომიკური ზრდა იქნება 7,3-7,5%-მდე. სიმბოლურია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი პირველად, რა თქმა უნდა, ისტორიაში გადააჭარბებს 100 მილიარდ ლარიან ზღვარს, ასევე ერთსულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი $10,000 გადააჭარბებს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის პროგნოზები, რომლებიც კეთდება მომავალი საშუალოვადიანი პერიოდის პერსპექტივაში 5 წლის განმავლობაში სხვადასხვა ძირითადი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ნავარაუდებია საქართველოს ეკონომიკის და 5,4%-ით, რაც ასევე უპრეცედენტო და რეკორდული იქნება და რა თქმა უნდა განაპირობებს მთელი რიგი მიმართულებების, მათ შორის ექსპორტის, მათ შორის ინვესტიციების მოზიდვის დინამიკის კიდევ უფრო გაძლიერებას და ეს ორივე მიმართულებაც მაგალითად არის რეკორდული წლევანდელ წელს, როგორც ის $6,6 მილიარდი ექსპორტი განხორციელდა. ეს არის დაახლოებით 10%-იანი ზრდა და $1,3 მილიარდი პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, აქაც დაახლოებით 11%-იან ზრდასთან გვაქვს საუბარი. პირველი 3 კვარტლის ფარგლებში და რა თქმა უნდა ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზრდება. რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს და სექტორებს, ალბათ პირველ რიგში გამოყოფთი კაპიტალის ბაზარს. თქვენ იცით, რომ ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური სტრუქტურული რეფორმა, რომელსაც წლების განმავლობაში ეკონომიკის სამინისტრო, ეროვნული ბანკი და სხვა უწყებები კერძო სექტორთან ერთად ვახორციელებდა. თუ კი პირველი ეტაპი ამ რეფორმის იყო უფრო მეტად კონცენტრირებული საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე, მთელი რიგი კანონები მიიღო პარლამენტმა, ეროვნულმა ბანკმა და სხვა უწყებებმა სხვადასხვა ნორმატიული და მარეგულირებელი აქტები გამოუშვეს და ჩვენ დღეს მივიღეთ ძალიან დახვეწილი, ძალიან გამჭვირვალე და თანამედროვე დასავლური სტანდარტების მოწესრიგება, სამართლებრივი მოწესრიგება ამ დარგში. მეორე ეტაპი უკვე გულისხმობდა იმას, რომ სახელმწიფომ აქტიურად დაიწყო ინტერვენცია კონკრეტული ინსტრუმენტებით, კონკრეტული ხელშეწყობი მექანიზმებით და ჩვენ უკვე 2023 წლიდან ვაკვირდებით ძალიან მაღალ დინამიკას მთელი რიგი მიმართულებებით, მაგალითისათვის სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზარი 2003 წელს გაორმაგდა, $2 მილიარდ მიაღწია, წლევანდელ წელს ვამთავრებთ მიმოქცევაში მყოფი სავალო ფასიანი ქაღალდების $3 მილიარდ პორტფელით. ასევე გაიზარდა საინვესტიციო ფონდების რაოდენობა 20-მდე და $250 მილიონი დაახლოებით აქტივების ერთობლიობა, რასაც საინვესტიციო ფონდები მართავენ. როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფო მხარდაჭერაზე, აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს კონკრეტული პროგრამები, რომელზეც ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ. ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით დაახლოებით 1 წლის წინ ჩვენ ჩაუშვით პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს სწორედ ბონდების გამოშვებას და დღეს პორტფელი დაახლოებით $800 მილიონი აწარმოეს საქართველოს პროგრამით, რომელმაც ხელი შეუწყო კონკრეტული კორპორატიული ბონდების გამოშვებას და განთავსებას კაპიტალის ბაზარზე. რატომ არის ეს რეფორმა მნიშვნელოვანი? ეს არის ფუნდამენტური კითხვა და პასუხი არის ძალიან მარტივი, მაგრამ ამავე დროს ძალიან კომპლექსური. ჩვენი საფინანსო სისტემა, თქვენ იცით, რომ მაქსიმალურად არის კონცენტრირებული საბანკო სექტორში.
რაც არ არის საუკეთესო მოწყობა იმ დროს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ესეთი ტემპით ეკონომიკის ზრდაზე და ძალიან მაღალ მოთხოვნაზე კერძო სექტორის მხრიდან კაპიტალზე და ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია კაპიტალის დივერსიფიცირება, უფრო მეტი მოქნილობა კაპიტალის მოზიდვაში და სწორედ კაპიტალის ბაზარი არის ის ინსტრუმენტი, ის ასე ვთქვათ ეკოსისტემა ინსტრუმენტების და საფინანსო სხვადასხვა ბერკეტების, რომელიც ჩვენ ბიზნესს ძალიან ჭირდება და მე მოხარული ვარ, რომ ეს ბოლო 2 წლის დინამიკა ნამდვილად აჩვენებს, რომ ბიზნესი არის სწორედ მომართული ამ მიმართულებაზე. ვინაიდან აწარმოებს საქართველოს ვახსენეთ, აქაც ქონდა ძალიან საინტერესო წელი, ჩვენ ტრადიციულად ვაგრძელებთ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და წლევანდელ წელს გამოირჩეოდა ახალი პროგრამა, რომელიც ჩვენ გავუშვით და კონკრეტულად იყო მიმართული მიკრო და მცირე მეწარმეებზე, დაახლოებით 1300 პროექტს დაუჭირეთ ხარი და გამორჩეულია ეს პროგრამა იმითი, რომ უნიკალური ხელმისაწვდომობა შეუქმნა მიკრომეწარმეებს საცეცხლო კაპიტალზე ფაქტობრივად ნულოვანი საპროცენტო განაკვეთით და 1300 პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. ჯამში დაახლოებით 1700 პროექტი დაფინანსდა სხვადასხვა ინსტრუმენტებით, ეს არის ჯამში 800 მილიონი ლარის ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაში. ორი სიტყვით მინდა შევეხო ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებას, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომელსაც საქართველოს მთავრობა ეკონომიკის სამინისტრო ძალიან თანმიმდევრულად ახორციელებს. წლევანდელი წელი გამოირჩეოდა იმითი, რომ ძალიან დეტალური შესწავლით დასავლური გამოცდილების ჩვენ რამოდენიმე თვის წინ საკანონმდებლო დონეზე შემოვიღეთ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, კვლევისა და განვითარების კომპანიის სტატუსი და ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს სტატუსი, შესაბამისი საგადასახადო და სხვა ტიპის შეღავათებით, მაგალითად ინოვაციური სტარტაპის სტატუსი გულისხმობს ჯამში 10 წლიან უმნიშვნელოვანეს საგადასახადო შეღავათებს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოსადმი ინტერესს, მათ შორის რეგიონული სტარტაპებისადმი, რომლებიც გადმოდიან საქართველოში. კვლევისა და განვითარების კომპანიის სტატუსი არის ანალოგიური იმისა, რაც რამდენიმე წლის წინ გაკეთდა საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების სტატუსის მიმართებით და თქვენ იცით ამ რეფორმამ მოიყვანა საქართველოში 170-ზე მეტი საერთაშორისო ტექნოლოგიური კორპორაცია და ქვეყნის ექსპორტში რამდენიმე მილიარდი ლარია უკვე სწორედ IT სერვისების მიმართულება. ტურიზმი და რა თქმა უნდა შევეხო თქვენს ტურიზმი ტრადიციულად იყო რეკორდული მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ გქონდა ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა გასულ კვირაში ინდუსტრიასთან შევაჯამებთ ის შედეგები რაც გვაქვს მიღებული ეს არის 6.1 მილიონი ვიზიტორი რეკორდული მაჩვენებელი ეს არის 4.3 მილიონი ტურისტი ეს არის რეკორდული მაჩვენებელი ასევე შემოსავლების ნაწილში 3.6 მილიარდი დოლარი და მთელი რიგი მიმართულებებით მაგალითად 100-ზე მეტი ახალი სასტუმრო ობიექტი შეიქმნა სხვადასხვა კატეგორიის და სხვადასხვა ზომის 1200 მიკრომეწარმე რომელიც ვახსენე ნახევარზე მეტი ამ პორტფელიდან არის ტურიზმთან დაკავშირებული მიმართულებები რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რომ ტურიზმი არის მაქსიმალურად ინკლუზიური როგორც სოციალური თვალსაზრისით ასევე გეოგრაფიული თვალსაზრისით და რა თქმა უნდა ალბათ აუცილებლად არის ხაზგასასმელი ერთი ცალკე აღებული მაგრამ უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი რომელსაც მიმდინარე წელს რომელიც მიმდინარე წელს გადავიდა განვითარების აქტიურ ფაზაში ჩვენ ხელი მოვაწერეთ როგორც იცით ძირითად ხელშეკრულებებს და Eagle Hills-ის 6.6 მილიარდიანი დოლარიანი პროექტი შედის უკვე ძალიან აქტიურ ფაზაში. კი ბატონო, ძალიან დეტალურად ისაუბრეთ იმ მიმართულებებზე, რომელიც მე შესავალ ნაწილშიც ვახსენე. ამ ყველაფერს აუცილებლად მივყვები განსაკუთრებით კაპიტალის ბაზარს იმდენად ყურადღება დაუთმეთ, რომ ამ ნაწილს აუცილებლად დაუბრუნდები, თუმცა Eagle Hills-ი და ეს პროექტი არის განსაკუთრებული ინტერესის საგანი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ 600 მილიონზეა საუბარი, მთლიანობაში დაანონსებული ყოველ შემთხვევაში ასეა, არამედ იმითაც რა რეაქციაც იყო დაუშვათ ამ პროექტთან მიმართებაში და რადგან თქვენ ბრძანდებით იმ სახელმწიფო საწარმოს ქართული მხარის, იმ საწარმოს ქართველი ერთ-ერთი ხელმძღვანელი აწარმოებს საქართველოს გენერალური დირექტორის მოადგილესთან ერთად, ამიტომ საინტერესოა ეს პროექტი თვითონ მნიშვნელობით
რა მნიშვნელობისაა, გარდა იმ კონკრეტულად გაჟღერებული მრავალმილიარდიანი ინვესტიციისა და რატომ არის ეს პროექტი ასე მნიშვნელოვანი სახელმწიფოს გადმოსახედიდან, იმიტომ რომ თითქოს ჩდება რომ აი რატო მაინც ამ პროექტზე რატო ვართ ასე მობილიზებულები, ასე მაქსიმალურად რატო ხარჯავთ ენერგიას და მათ შორის იმას რომ პრემიერი მიმართვას აკეთებს და ყველა საჯარო მოხელე ამ მიმართულებებით ვისაც გეხებათ ყველა ძალიან აქტიურობთ. რატომ არის ეს პროექტი ასე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის? პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ეს პროექტი არის აღიარება იმ ეკონომიკური პოლიტიკის, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს წლების განმავლობაში. ყველა ის მიღწევა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებასთან და ძირითადად ინვესტორებთან, ის რომ საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი რეგულირებით, საგადასახადო რეჟიმით ბიზნესის კეთებისთვის და თქვენ იცით, რომ საქართველო ლიდერობს წლების განმავლობაში ყველაზე რეპუტაბელურ საერთაშორისო რეიტინგებში ამ მიმართულებით. ის რომ საქართველოს აქვს მსოფლიოს 1/13-თან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ის რომ ქვეყანაში არის ძალიან მაღალი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, ის რომ არის განჭვრეტადი რეგულაციები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ის რომ ქვეყანაში არის მშვიდობა უწყვეტი და ეს არის საფუძველი იმისა, რომ ინვესტორები ინტერესდებიან საქართველოში. ასეთი კატეგორიის, ასეთი მასშტაბის ინვესტიცია საქართველოში ნამდვილად არ განხორციელებულა და აქ არ არის საუბარი მხოლოდ ინვესტიციის ზომაზე, არამედ კომპანიის რეპუტაციაზე და იმ ინვესტორის გადაწყვეტილებაზე, რომელიც დგას ამ კომპანიის უკან და ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ მსოფლიო მასშტაბის ინვესტორთან, რომლის პირადი გადაწყვეტილებით არის მაგალითად აშენებული მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი და ათეულობით ქვეყანაში სხვადასხვა უნიშნელოვანესი პროექტები. ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება უგზავნის სიგნალს დანარჩენ, ასე ვთქვათ, საინვესტიციო გარემოს გლობალურად ვსაუბრობ, მინიმუმ იმ სფეროში, რომელიც არის უძრავი ქონება და დეველოპმენტი და ჩვენ უკვე ვგზნობთ იმ ყურადღებას საქართველოსადმი იმ ინვესტორების მხრიდან, რომლებიც აქამდე ვთქვათ ფიქრობდნენ და ერთი მომენტია კიდევ თვითონ უძრავი ქონების და დეველოპმენტის სფერო, ეს არის ხანგრძლივი ინვესტირების პროექტები, ბუნებრივია ეს არ არის ერთჯერადი, ვთქვათ, რაიმე ფინანსური ოპერაცია, სადაც სწრაფად შეიძლება, ასე ვთქვათ, დასრულება და მოგების მიღება. ეს არის წლების განმავლობაში გათვლილი ინვესტიცია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ გადაწყვეტილება იგილ ჰილსის და მუჰამედ ალაბარის ქვეყანაში შემოსვლის ემყარება იმას, რომ არის ნდობა ქვეყნისადმი, არის ნდობა იმ პოლიტიკური კურსისთვის, რაც არის ქვეყანაში და სტაბილურობის შეგრძნება და მოლოდინი და ასევე მაღალი ეკონომიკური ზრდის, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. ყველაფერი ეს ერთად განაპირობებს იმას, რომ ეს ინვესტიცია გარდა იმ რიცხვებისა, რაზეც ვსაუბრობთ, არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი. რომ მიყვეთ თანმიმდევრულად. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე იყო ახსნილი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკის საგანი იყო, რატომ არ არის ამ ხელშეკრულების ეს ხელშეკრულება გასაჯაროებული და რატომ არ შეიძლება ამ ხელშეკრულებას გაეცნოს დაუშვათ ნებისმიერ დაინტერესებული პირი. ეს ერთი და მეორე, ასევე არანაკლები ინტერესი და კრიტიკა იყო, რატომ ივეცით ჩვენი ქვეყნის ორი საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი ტერიტორია ამ შემთხვევაში აშენებისთვის, ერთი კრწანის და ერთი გონიო, რატომ არ შეიძლებოდა დაუშვათ აქ სახელმწიფოს თავად განევითარებინა ეს მიმართულება, ანუ შეიძლებოდა თუ არა ასევე და კიდევ ერთი ნაწილი იყო თუ არა სხვა რომელიმე ინვესტორის მხრიდან ინტერესი, რომ დაუშვათ პირობითად არ მიგვეცა მუჰამედ ალაბარისთვის და მისი კომპანიისთვის ამ ნაწილში პროექტის განხორციელების შესაძლებლობა და ყოფილიყო სხვა. იყო თუ არა ამ ტიპის ასეთი მომართვები და ასეთი ინტერესი? რაც შეეხება კომერციულ საიდუმლოებას, რამოდენიმე მომენტს გაუსვავდი აქ ხაზს. პირველ რიგში ეს არის აბსოლუტურად აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკა და ძალიან გაგიჭირდება ტიპობოდ გამონაკლისი, როდესაც ასეთი კალიბრის კომერციული ხელშეკრულება არ არის კომერციული საიდუმლოებად, ასე ვთქვათ, გასაიდუმლოებული. მიზეზი ამისი არის ძალიან მარტივი, ინვესტორს ამ შემთხვევაში და აქ სახელმწიფოს მოთხოვნა არ იყო, ეს იყო ინვესტორის მოთხოვნა, რა თქმა უნდა. მას ჭირდება რომ კონდეს არ დაკარგოს ის ბერკეტი მოლაპარაკების, რასაც იყენებს სხვა ქვეყნებთან, სხვა პარტნიორებთან, სხვა პროექტებზე საუბრისას. ყველა დეტალის გამჟღავნება, რომელსაც მოიცავს ქართულ სახელმწიფოსთან ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, მის პოზიციებს მოლაპარაკებაში დაასუსტებს, ამიტომ აბსოლუტური გაგებით მოვეკიდეთ ამ თხოვნას. მეორე არის ის, რომ ქართული კანონმდებლობის აბსოლუტური დაცვით და
თანმიმდევრულობით არის ეს პროცესი გაკეთებული და ამას საქართველოს კანონმდებლობა იძლევა იმის საშუალებას, რომ კომერციული ხელშეკრულებები და შეთანხმებები იყოს გასაიდუმლოებული და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ იმდენ საკითხზე ხდება საჯაროდ საუბარი ეკონომიკის სამინისტროს მიერ, ინვესტორის მიერ, პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა ძალიან დეტალურად იმ საკითხებზე, რაც ქართულ საზოგადოებას აინტერესებდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერს თავს თუ მოუყრით ერთად, რამხელა წილი აქვს კომპანიაში სახელმწიფოს ის, რომ არავითარი გარანტია სახელმწიფოს არ აქვს გაცემული, ის, რომ არავითარი სპეციალური სტატუსი ამ პროექტს არ ენიჭება, რომელიც ვთქვათ ანუ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში პირობითად სახელმწიფო ასეთი ინვესტორის მიმართაც ისეთივე იქნება, როგორც ნებისმიერი სხვა ინვესტორის მიმართ, რომელიც თავშეთ არღვევს ამ თუ ვალდებულებას. ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებას არ წარმოადგენს არც ერთი დოლარის ინვესტირება ამ პროექტში და სრული დაფინანსება, რამდენიც იქნება საჭირო პროექტის განსახორციელებლად არის ინვესტორის მხარეს. იმის თქმა მინდა, რომ ამ ყველაფერს ერთად თავს თუ მოუყრით, ძალიან ცოტა რამ რჩება შინაარსობრივი, რაც არ გამჟღავნებულა, ძირითადად ეს არის ტექნიკური და სამართლებრივი საკითხები და შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაფორმალურად ეს ხელშეკრულება არის გასაჯაროებული და ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი. ტერიტორიებს რაც შეეხება, ჩვენ წლების განმავლობაში თანმიმდევრულად მუშაობთ ინვესტორებთან, მათ შორის გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები, როდესაც საკითხი ეხება ვთქვათ კონკრეტულ ტერიტორიასთან დაკავშირებულ პროექტებს. იქნება ეს სამრეწველო პროექტები თუ სამშენებლო პროექტები თუ ასე შემდეგ. ეს ორივე ლოკაცია, ასე ვთქვათ, იყო იმ პორტფელში, რომელიც განიხილებოდა სახელმწიფოს მიერ საინვესტიციოდ. ეს ნამდვილად უნიკალური ლოკაციებია, როგორც მოგეხსენებათ, ერთი არის გონიოში, ზღვის პირას, ყოფილი სამხედრო პოლიგონი, რომელიც აბსოლუტურად გამოუყენებელი იყო და არის დღევანდელი დღის ჩათვლით საზოგადოებისთვის. ეს არის ტერიტორია, სადაც უბრალოდ საზოგადოება და ეს არ წარმოადგენდა არც ურბანულ ნაწილს, არც გონიოსთვის, არც ბათუმისთვის, ეს არის უბრალოდ პოლიგონის ტერიტორია და კრწანისის ტყეპარკი ესეც უნიკალური ტერიტორიაა, დაახლოებით 550 ჰექტარი, სადაც ასევე გათვალისწინებული იყო ის, რომ შესაბამისი ინვესტორის მოძიების შემთხვევაში აქ განიხილებოდა საინვესტიციო პროექტები. რატომ Eagle Hills-ი იქიდან გამომდინარე, რაც ესე იგი ახსენი ობიექტების შერჩევასთან და შეთავაზებასთან დაკავშირებით, როდესაც Eagle Hills-მა გამოთქვა სურვილი საქართველოში ინვესტირების, საკმაოდ დიდი დრო დაიხარჯა იმაზე, რომ დაეთვალიერებინათ და გვენახებინა ყველა ის პოტენციური ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ასეთი ტიპის დეველოპმენტის გაკეთება და აქ მნიშვნელოვანია, რომ თვითონ მუჰამედ ალაბარი აბსოლუტურად ყველა ლოკაციაზე ჩამოდიოდა თვითონ თავის გუნდთან ერთად. შემდეგ რამოდენიმე მიმართულებით მოხდა კონცეფციების დამუშავება, გარკვეული გათვლების გაკეთება და მხოლოდ ამის შემდეგ, ანუ საკმაოდ დიდი სამუშაო ჩატარდა იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მიგვეღო მათგან წინადადება ამ ორ, ასე ვთქვათ, ლოკაციაზე შესაბამისი კონცეფციით პროექტების განვითარების იმ მასშტაბით და იმ ზომით, რაც საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა და თქვენ მოგეხსენებათ. ზოგადად რა პრინციპით ირჩევთ მაგალითად ეკონომიკის სამინისტრო ინვესტორებთან ურთიერთობის ასე თავარი პრინციპი რა არის ამას სამარტივ მიზეზს გამოვკითხულობ, იმიტომ რომ ასევე ბევრი მოსაზრება იყო, რომ აი რატომ არაბული ინვესტიცია მე იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები, რომელსაც ამ კითხვის დასმა არ მიაჩნია მიზანშეწონება, თუმცა რადგან არსებობს ინტერესი ამ ნაწილში, აი რატომ პირობითად არაბული ინვესტიცია, რატომ არ შეიძლება ყოფილიყო სხვა რომელიმე ინვესტიცია. ზოგადად რა მიდგომით ხელმძღვანელობთ ხოლმე, როდესაც ამა თუ იმ მსხვილ ინვესტორს ემუშავებით ეკონომიკის სამინისტროში? ინვესტორთან მუშაობისას პირველ რიგში ვითვალისწინებთ ინვესტორის რეპუტაციას. უყურებთ რა თქმა უნდა იმ გამოცდილებას, რომელიც აქვს ინვესტორს. უყურებთ იმ განხორციელებულ პროექტებს, რომელიც არის ინვესტორის პორტფელში. ასევე ხშირად ახსენებენ ხოლმე ესეთ გამოთქმას, როგორც არის ხარისხიანი ინვესტიცია და ამ შემთხვევაში გულისხმობ იმას, რომ კაპიტალის რესურსის გარდა, როდესაც ინვესტორს შემოაქვს ტექნოლოგია, ნოუ-ჰაუ, ახალი სტანდარტი, რომელიც არა მხოლოდ იმ პროექტის სარგებლობაში და განვითარებაში აისახება, არამედ მთლიანად ინდუსტრიის განვითარებაში. ამ შემთხვევაში ცალსახად გვაქვს საუბარი იმ კალიბრის კომპანიასთან და ინვესტორთან, რომელიც ინდუსტრიის
ინდუსტრიას გაუკეთებს ასე ვთქვათ მნიშვნელოვან განვითარებას არა მხოლოდ ამ ორი პროექტის თვალსაზრისით. რაც შეეხება არაბულ ინვესტიციას, არაბული სამყარო კერძოდ მათ შორის ემირატები, საუდის არაბეთი, ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორები არიან გლობალურად. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იცით, რომ ბოლო პერიოდში გაჟღერდა მულტიმილიარდი დოლარების ინვესტიციის პროექტები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს პირიქით არის დიდი მიღწევა, რომ ამ მიმართულებით საქართველო გაჩნდა ინვესტორების რუკაზე და რა ეტაპზეა ეხლა ეს პროექტი და მაგალითად აი ამ უკვე შეთანხმებიდან სამუშაოების დაწყებაზე როდის გადავალთ, ეს არის ძალიან დიდი ინტერესი საგანი. ესე იგი, როგორც მოგეხსენებათ, რამოდენიმე თვის წინ მოეწერა ორ ძირითად ხელშეკრულებას ხელი, ეს არის საინვესტიციო ხელშეკრულება და პარტნიორთა შეთანხმება. სახელმწიფო უკვე წარმოადგენს იმ 33.33%-ის მფლობელს ერთობლივ საწარმოში. ამ ეტაპზე და რა თქმა უნდა ეს პროცესი დაწყებულია უკვე თვეების განმავლობაში, მიმდინარეობს განაშენიანების გეგმაზე მუშაობა, რასაც თან ახლავს მთელი რიგი კვლევები და სხვადასხვა შესწავლები, როგორც გარემოს დაცვითი თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით და ასე შემდეგ ათეულობით კვლევა არის. პროცესი მიმდინარეობს ასევე გარემოს დაცვითი გეგმის მიმართულებით, ეგრეთ წოდებული სეგეშეს მიმართულებით. ამის შემდეგ უკვე იქნება მთელი რიგი საჯარო განხილვები, რაც რა თქმა უნდა ამ ხელა მასშტაბის პროექტის განუყოფელი ნაწილია და საზოგადოებას რა იგულისხმება ამ საჯარო განხილვებში, ხა დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი ინტერესი იქნება. რა იგულისხმება გენერალური გეგმის დამტკიცება აუცილებლად მას თანდევს საჯარო განხილვა შესაბამისად თითოეული დეტალი იმ პროექტის, რომელზეც იქნება საუბარი როგორც კწანიში, ასევე გონიაში იქნება საჯარო განხილვა. ჩვენი ვარაუდით და იმ გეგმით, რომლითაც პროექტი მიმდინარეობს, 2026 წლის მეორე ნახევარში უნდა დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები. საკმაოდ ინტენსიური რაც უნდა გაიწიოს ამ პერიოდის განმავლობაში მუშაობა. მე ამ ეთერშიც ძალიან ბევრი გვისაუბრე ამ პროექტზე და დეველოპერების მხრიდან ძალიან საჯარო აღფრთოვანება პირდაპირ მნიშვნელობით. მე არ ვიცი, არც ვიცნობ დეველოპერს, რომელსაც ამ პროექტთან მიმართებაში რაღაც ნეგატიური შეფასება აქვს და ძალიან მარტივი მიზეზია. ეს მთლიანად მათი გადმოსახედიდან დეველოპმენტ მისცემს განვითარების ახალ ეტაპს და ახალ რესურსებს. მაგრამ აქ საინტერესოა შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. რეალურად ვინ იქნებიან დასაქმებულები? ეს არანაკლებ საინტერესო ნაწილი. ასევე ვის შეიძლება იქნება კი ისეთი დავუშვათ კონკრეტული ფართები და ისეთი შესაძლებლობები, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იყიდონ. ხომ არ იქნება ეს მთლიანად უცხოელებზე გათვლილი, რადგან ეს კითხვები დაისვა ამ მიმართულებითაც თუ აი ამ წინასწარ სამუშაოში თუ გქონდათ გათვალისწინებული ეს ნაწილი და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კომპანიები თუ იქნებიან ჩართული მთელი ამ მშენებლობის პროცესში. ძალიან საინტერესო კითხვებია, რაც შეეხება ადგილობრივი კომპანიების ჩართულობას პირველივე დღიდან, როდესაც ჩვენ დავიწყეთ უკვე გარკვეულ მიმართულებებზე მუშაობა ინვესტორთან, ინვესტორის მხრიდან დაფიქსირდა ძალიან მკაფიო პოზიცია, რაც წარმოადგენს მათი პოლიტიკის განუყოფელ ნაწილს ყველა ქვეყანაში, სადაც ისინი მუშაობენ, რომ მაქსიმალური აქცენტი კეთდება ადგილობრივ რესურსზე და მოგეხსენებათ ესეთი მასშტაბის პროექტები ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, თამდევი დარგის ჩართულობას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ეს არის მშენებლობა, ეს არის სამშენებლო მასალები, ეს არის არქიტექტურული და საბროკერო და სხვა მრავალი სერვისი. ამის მაგალითი და დადასტურება უკვე არსებობს. რამდენიმე ათეული კომპანიაა დაკონტრაქტებული უკვე იგილხილს საქართველოს მიერ, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებენ იმ სამუშაოს, რაზეც საუბრობთ. დიახ, და მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის ქართული კომპანიები. არიან უცხოელი სპეციალისტებიც, რა თქმა უნდა, რომელთაც უფრო მეტი გამოცდილება აქვთ, მაგალითად, როდესაც გონიოზებს საუბრობთ, აქ არის იახტ კლუბის და მარინას მოწყობა, რომელიც რა თქმა უნდა სპეციფიურ ცოდნას საჭიროებს, როგორც ტექნიკური, ტექნოლოგიური, ასევე არქიტექტურული და ურბანული თვალსაზრისით. ძალიან დიდი როლი ეთმობა, ადგილი ეთმობა სარეკრეაციო სივრცეებს და აქაც ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები არიან. კიდევ ერთხელ ის კოლაბორაცია, რაც იქნება ამ შემთხვევაში საერთაშორისო მაღალი კლასის სპეციალისტებსა და ქართულ კომპანიებს შორის, მათ შორის აისახება ამ კომპანიების და ქართველი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რაც არის უმნიშვნელოვანესი ეფექტი, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. რაც შეეხება ფასებს და ფასებიც. ხო, რაც შეეხება ფასებს და ვინ შეიძლება ეს იყიდოს. ძალიან ბევრი სპეკულაცია ამაზე, თუმცა ძალიან მარტივი ჭეშმარიტება არსებობს. ამ პროექტთან მიმართებაშიც ისევე მუშაობს საბაზრო ეკონომიკის პრინციპები, როგორც ყველაფერ დანარჩენთან. არის მიწოდება და მოთხოვნის პრინციპი.
წარმოუდგენელია, რომ საქართველოს შეიქმნას პროდუქტი ძალიან კონკურენტულ გარემოში და ჩვენი დეველოპერული ბაზარი ძალიან კონკურენტულია, საკმაოდ მზარდია და ყველა სექტორში არის საკმაოდ მნიშვნელოვანი კონკურენცია. შეუძლებელია, რომ შეიქმნას პროდუქტი, რომელიც ორჯერ ან სამჯერ ძვირი იქნება ანალოგიურ პროდუქტზე, რომელიც დღეს ბაზარზე უკვე არის და ხელმისაწვდომია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მყიდველისთვის, მომხმარებლისთვის და ესეთი პროექტი იყოს წარმატებული, უბრალოდ ვერ გაიყიდება. ეს ძალიან მარტივი ეკონომიკური პრინციპია. გარდა ამისა, ვინაიდან იყო ამდენი სპეკულაცია, ჩვენ 2 დღის წინ ვიყავით სერბეთში და ბელგრადში განხორციელებულია. პრინციპში დამთავრებული ალბათ 90%-ის, ასე ვთქვათ, შესრულების დონეზე არის არაჩვეულებრივი პროექტი. იქაც არის მდინარის პირა, ქალაქის ცენტრში ამ შემთხვევაში და ძალიან საინტერესო გამოცდილება მივიღეთ. ქონდა საუბარი როგორც Eagle Hills-ის მენეჯერებთან და ხელმძღვანელებთან ამ პროექტის, ასევე სერბეთის მთავრობასთან და კონკრეტულად ეკონომიკის მინისტრთან, რომელიც ასე ვთქვათ, დაახლოებით იგივე პირობებით, აქაც სახელმწიფოს და Eagle Hills-ის პარტნიორობაზეა და ერთობლივ საწარმოზეა საუბარი. მათ შორის დავსვით ის კითხვები, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყავით, რომ ის ვარაუდები და მოლოდინები, რაც აქვს საქართველოს მთავრობას, არის სწორი და მართებული. სერბეთის შემთხვევაში დაახლოებით 90% იმ ობიექტების, ბინების, ვილების და ასე შემდეგ, რაც არის აშენებული, შეძენილი არის სერბეთის მოქალაქეების მიერ და დიასპორის მიერ, რომელიც ცხოვრობს სხვადასხვა ქვეყნებში. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ძალიან მალე Eagle Hills საქართველოს უკვე დაიწყებს წინასწარ, ასე ვთქვათ, რეალიზაციის ხელშეკრულებების დადებას. ეს არის საგარანტიო ხელშეკრულებები. ანუ დაიწყება გაყიდვები? კი, დაიწყება წინასწარი შეთანხმებების. ჩვენ ენაზე გაყიდვა. წინასწარი შეთანხმებების დადება და ძალიან მალე გაცხადდება, რომ საფასო პოლიტიკა, რომელიც იქნება ამ ეტაპზე და რა თქმა უნდა ის ლოგიკური იქნება შემდგომ მის გაგრძელებაშიც იქნება ძალიან კონკურენტული და შეიძლება ბევრი სიურპრიზიც იყოს იმ თვალსაზრისით, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ის პროდუქტი, რასაც Eagle Hills საქართველოს შექმნის ორივე ლოკაციას. რადგან სერბეთი ახსენეთ, ფიქრობთ, რომ დავუშვათ საქართველოს შემთხვევაში ეს პროექტი შეიძლება ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახდეს, იმიტომ რომ სერბეთში აქვთ ამის მოლოდინი, რომ ეს პროექტი მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იქნება, მათ შორის ტურისტული თვალსაზრისითაც და თუ გავითვალისწინებთ, რომ ბურჯ ხალიფას მშენებელი კომპანია და არის ამის ერთგვარი წარმომადგენელი და მათი კომპანია Eagle Hills-ი, შესაბამისად ამგვარი მოლოდინი გაქვთ თუ არა? ნამდვილად გვაქვს, ეს არის კომპანიის პოლიტიკა, ჩვენ ის რაც ვნახეთ ბელგრადში და ჩვენ გქონდა საშუალება გვენახა, ასე ვთქვათ, საარქივო მასალა, როგორ გამოიყურებოდა ეს ტერიტორია პროექტამდე. საკმაოდ წარმოუდგენლად სავალალო მდგომარეობა იყო, სახიფათოც კი ალბათ მოსახლეობისთვის, აბსოლუტურად გამოუყენებელი როგორც ქალაქის მაცხოვრებლებისთვის, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. დღეს ეს არის ყველაზე, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრი, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ბიზნესისთვის და ასევე ტურისტებისთვის. ესეთი გამოცდილებაა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, მათ შორის ბურჯ ხალიფა ბევრჯერ ვახსენეთ და იმსახურებს ნამდვილად ეს პროექტი ხშირად ხსენებას. საქართველოს ორივე ლოკაცია იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს გამოხატული ეს მიმართულება, როდესაც ლაპარაკი არის, თქვათ, ისეთ დანიშნულების ადგილზე, რომელიც ხდება სიმბოლური და მათ შორის მასშტაბიც იმისა, რომ იქნება პრინციპში ორი დასახლება, ორი ეკოსისტემა, სადაც იქნება უნიკალური, ასე ვთქვათ, ლანდშაფტი გონიოს შემთხვევაში, როდესაც ვლაპარაკობთ, აღსანიშნავია მაგალითად, რომ ჭოროხის დელტა, რომელიც დაახლოებით 80 ჰექტარია, აბსოლუტურად ხელუხლებელი რჩება დეველოპმენტისთვის, თუმცა ინვესტორს აქვს ვალდებულება, რომ შესაბამისი, ასე ვთქვათ, ინვესტიცია განახორციელოს გაწმენდაში, მოწესრიგებაში და ის იმ ინფრასტრუქტურის შექმნაში, რომელიც ესეთ, თქვათ, დაცულ ტერიტორიას და ესეთ ეკოსისტემას სჭირდება. ამიტომ ქართული პროექტები იძლევა იმის საშუალებას, რომ გარდაულად ისინი გახდებიან მიზიდულობის ცენტრები და სიმბოლოები თბილისსა და აჭარის. აი, ყველაფერი იმის გათვალისწინებით რა პერიპეტიებიც უძღვის აი ამ პროექტის განხორციელებას წინ საზოგადოებაში არსებული განწყობის მიხედვით, ფიქრობ თუ არა, რომ როდესაც ეს პროექტი უკვე რეალურად განხორციელდება, ერთგვარად
ამ კითხვებს, რომელსაც მე ხა თქვენ გისვავთ, პასუხი იქნება სწორედ პროექტში გაცემული და შესაბამისად საზოგადოებას აღარ ექნება ამგვარი დავუშვათ ეჭვები თუ აქვთ ვინმეს კიდევ ამ ნაწილში. ამიტომ საინტერესოა თქვენი განწყობა როგორია, რამდენ ხანში უნდა დასრულდეს ეს პროექტი და პროექტის თუნდაც პირველი ფაზა და რა ნახავს საზოგადოება ამ ყველაფრიდან, რას მიიღებს? ნამდვილად ის გადადგმული ნაბიჯების კონკრეტული შედეგები, რასაც პროექტი მოიტანს და ეს არ იქნება ერთბაშად ეს დაიწყება და დაწყებული არის პრინციპში ყოველწლიურად და ყოველთვიურად გვექნება უკვე ის შედეგები, რომელიც დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ ეს პროექტი არის ჯანსაღი, ეს პროექტი არის ეკონომიკურად, ტექნიკურად და სხვა თვალსაზრისით აბსოლუტურად გამართული და მოაქვს სარგებელი ქვეყნისთვის და თქვენ იცით ეს სარგებელი რიცხვებში არის დათვლილი, ეს არის ჯამურად 30,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი, ეს არის 6,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, ეს არის ასეულობით მილიონი ლარი საქართველოს ბიუჯეტში გადასახადების სახით და ეს არის იმ 33%-ის შესაბამისი და ადეკვატური მოგება, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო მიიღებს. რაც შეეხება ფაზებს, რა თქმა უნდა, ესეთი პროექტები ფაზებად არის დაყოფილი და იგივე, ასე ვთქვათ, მოცემულობა იყო ბელგრადში და ამაზეც საკმაოდ დეტალურად ვისაუბრეთ და მივიღეთ ინფორმაცია, ასე ვთქვათ, პროექტების განვითარების შესახებ. გაისად იწყება მშენებლობა და დაახლოებით 2 წლიანი ფაზებით იქნება განვითარება. ბელგრადში რაც იყო ასევე საინტერესო, თავდაპირველი მოცულობიდან პროექტის წარმატებასთან ერთად, როგორც კომერციული, ასევე ურბანული თვალსაზრისით, მოხდა გარკვეული მიმართულებების დამატება. ასევე ძალიან საინტერესო იყო ის არაკომერციული კომპონენტი, რომელიც იქ ვნახეთ და რა თქმა უნდა, ამას ჩვენთანაც ექნება ადგილი. მაგალითისათვის, Eagle Hills-ი ბელგრადში რეაბილიტაციას და სრულ რეკონსტრუქციას უკეთებს 4 მუზეუმს, მათ შორის ტესლას მუზეუმს, რომელსაც გადასცემს, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ მუნიციპალიტეტს და საქართველოს შემთხვევაში რა იქნება? საქართველოს მიმართულებაში მე როგორც ვახსენე, ჭოროხის დელტა ეს არის უმნიშვნელოვანესი ეკოსისტემა, რომელსაც სჭირდება გაცილებით მეტი მოვლა და ასე ვთქვათ, რესურსის დახარჯვა, ვიდრე ეს დღეს ხდება და ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც გაკეთდება. განახორციელებს ამას. რა თქმა უნდა, ეს ხელშეკრულების ნაწილი არის უკვე, თუმცა როდესაც მუზეუმი ვახსენე, ეს ხელშეკრულების გარეთ განხორციელებული, ასე ვთქვათ, კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ღონისძიებებია და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ბევრი ასპარეზი იქნება, რომელშიც Eagle Hills-ი მიიღებს მონაწილეობას კონტრაქტის და კომერციის მიღმა. კი ბატონო. და კაპიტალის ბაზარი, ანუ ის მიმართულებები ჩვენ ძალიან დიდ დრო დაუთმეთ Eagle Hills, მაგრამ ეს არის პროექტი, რომელსაც ძალიან ბევრი რომელთან მიმართებაში არსებობს ინტერესი, რომელსაც ყველა ერთად ველოდებით როდის დაიწყება და ამიტომ ბუნებრივი იყო, რომ ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გვინდოდა რომ დაგვესვა, მაგრამ ახლა გადავიდეთ სხვა ნაწილზე, მათ შორის კაპიტალის ბაზარი, რომელიც არანაკლებ საინტერესო, არანაკლებ მნიშვნელოვანი და ამ ეთერში ძალიან ბევრი გადაცემა დაუთმეთ, მათ შორის ღამის ბიზნეს პარტნიორის ეთერში ამ საკითხს აწარმოებს საქართველოს წარმომადგენლები ძალიან დეტალურად საუბრობდნენ ხოლმე თითოეულ ეტაპზე პრაქტიკულად აი ამ ბაზრის და სახელმწიფოს მხარდაჭერას. დღევანდელი გადმოსახედიდან იმ ადამიანის გადმოსახედიდან, რომელიც ამ სექტორს კარგად იცნობს. ფიქრობთ, რომ ბიზნესი მზად არის, რომ რეალურად ეს მიმართულება კიდევ უფრო განავითაროს, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ შესავალ ნაწილში, რომ ჩვენ რეალურად სახეზე გვაქვს საბანკო სექტორი, საფინანსო სექტორი, რომელსაც მივეჩვიეთ ტრადიციული სექტორები, მაგრამ გვჭირდება დაფინანსების ალტერნატიული წყაროები, ბიზნესს სჭირდება. ბიზნესი თვითონ რამდენად აქტიურად მზად არის, რომ ეს მიმართულება მიიღოს მათ შორის დაფინანსების ნაწილშიც და არ იყოს მხოლოდ საბანკო სექტორზე ჩამოკიდებული. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც ჩვენ უთმობთ ყურადღებას, მათ შორის იმისათვის, რომ ბიზნესის მზაობა ამაღლდეს. რიცხვები მეტყველებს იმაზე, რომ ბიზნესი ცალსახად დაინტერესდა ამ მიმართულებით, მათ შორის ობლიგაციების ოდენობა, როგორც ხარით 3 მილიარდი ლარის, ეს არის მთლიანად კორპორაციული ობლიგაციები, რომლებიც დღეს არის მიმოქცევაში. ის რომ ობლიგაცია არსებობს, რა თქმა უნდა, ქართულმა ბიზნესსაც იცოდა, უბრალოდ ქართული ბიზნესი დღეს დარწმუნდა, რომ საქართველოში შესაძლებელია გამოუშვა წარმატებით ობლიგაცია და ასევე დაინახა ქართულმა ბიზნესმა, რითი განსხვავდება ობლიგაციის, ასე ვთქვათ, სასესხო ინსტრუმენტი საბანკო სასესხო ინსტრუმენტიდან. ძალიან დიდი განსხვავება, რაც
ბიზნესს აფიქრებინებს იმას, რომ ეს ალტერნატივა სცადოს. პლუს ამას ემატება ის, რომ სახელმწიფო აწარმოებს საქართველოს პროგრამის ფარგლებში ხელს უწყობს გარკვეულ ხარჯებში თანამონაწილეობით იმისათვის, რომ ობლიგაციის გამოშვება იყოს უფრო მარტივი ბიზნესისთვის და ამ მიმართულებით მომავალ წელს მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება, როგორც ობლიგაციების პროგრამის მიმართულებით. კონკრეტ დეტალებზე ვმუშაობთ, თუმცა გვაქვს ძალიან კონკრეტული ხედვა, სად უნდა შევუწყოთ უფრო მეტად ხელი, მაგალითად ობლიგაციის გამოშვებას ორი ასე ვთქვათ სიკეთე მოაქვს. ერთი ეს არის გამოშვებისთვის რესურსის მოზიდვის საშუალება, მეორე მხრივ ეს არის ინვესტორისთვის ინვესტირების საშუალება, იმიტომ რომ როდესაც ვსაუბრობთ ფინანსური ინსტრუმენტების სიმცირეზე, ეს თანაბრად აწუხებს ინვესტორსაც, რომელსაც ვთქვათ არჩევანი არ აქვს ისეთი ფართო ხო არის დეპოზიტი, უძრავი ქონება და ალბათ ეს ორი ძირითადი მიმართულება. ის რომ ბაზარზე არის ობლიგაციები, რომელსაც ზედამხედველობას უწევს ეროვნული ბანკი, ყველა ასე ვთქვათ პროცედურით არის გამოშვებული კანონმდებლობა, იცავს ინვესტორს მაქსიმალურად, რა თქმა უნდა, ინვესტორებისთვის გაჩნდა ინსტრუმენტი, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის. მაგალითად, უცხოურ ვალუტაში დენომინირებული კორპორაციული ობლიგაციების აბსოლუტურ უმეტესობას ყიდულობს რითეილი, ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, კერძო ინვესტორები. ჩვენ მაგალითად ვფიქრობთ, როგორ გავზარდოთ ინტერესი კერძო ინვესტორების ლარის ობლიგაციების მიმართ და აი ამ ასე ვთქვათ პრიორიტეტების მიხედვით გვექნება კონკრეტული სიახლეები პროგრამაში, რომელსაც ძალიან მალე ასე ვთქვათ გავაჟღერებთ და ეს უკვე შესაბამის მთავრობის დადგენილებებით იქნება დამოწმებული. ფონდების მიმართულებით გვაქვს პრინციპში დასრულებული მუშაობა პროგრამაზე, როდესაც სახელმწიფო მოიწევს აქტივების მმართველს და აქტივების მმართველი არის ყველაზე მეტად სუსტი რგოლი ამ შემთხვევაში, რომელიც ჩვენ ეკოსისტემას აკლია, მოიწევს აქტივებს. ეს პროგრამა ძალიან მალე დაიწყება მომავალ წელს, მოიწევს აქტივების მმართველს და მეორე მხრივ იქნება თვითონ ერთ-ერთი ძირითადი ინვესტორი საინვესტიციო ფონდში იმ პრინციპით, როგორც არის თქვათ შეზღუდული პარტნიორის ფუნქცია და როგორც არის აქტივების მმართველი ფუნქცია. საკანონმდებლო ახალი მიმართულებებიც გვექნება, პარლამენტშია უკვე კანონი ფაქტორინგის შესახებ, რომელიც არის უნიშნელოვანესი ინსტრუმენტი განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის საბრუნავი კაპიტალის უზრუნველსაყოფად. ეს არის, როდესაც მათ გაუჩნდებათ ისევ საკანონმდებლო მოწესრიგებით შესაძლებლობა, რომ ფინანსური მისაღებელი, რომელიც თქვათ პროდუქციის რეალიზაციის შედეგად გარკვეული ვადის შემდეგ აქვთ მისაღები, მყისიერად მოახდინონ მისი ასე ვთქვათ გაყიდვა, ამ მისაღებლის კაპიტალიზაცია და საბრუნავ რესურსად გამოყენება. ასევე გაზაფხულზე იმედი მაქვს, რომ შევიტანთ პარლამენტში კანონპროექტს უძრავი ქონების ტრასტების შესახებ. ესეც არის უნიშნელოვანესი ინსტრუმენტი, როგორც საინვესტიციო, ასევე რესურსის მოსაზიდი ამ შემთხვევაში დეველოპერული სექტორისთვის არის სპეციალური მოწყობის ფონდები, სადაც უძრავი ქონების პროფილით ხდება ძირითადად აბსოლუტური უმრავლესობა რესურსების ინვესტირება. ასე რომ მომავალი წელიც გვექნება საკმაოდ აქტიური, როგორც კაპიტალის ბაზრის მიმართულებით, ასევე აწარმოებს საქართველოსში მიმართულებით. ჭიტავახსენე დასაწყისში და ვიტყვი, რომ აქაც მნიშვნელოვანი სიახლით ვიწყებთ უკვე 2026 წელს 4 საერთაშორისო აქსელერატორი შემოვიყვანეთ, რომლებიც დაიწყებენ ოპერირებას და ქართულ სტარტაპებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაუჩნდებათ იმისთვის, რომ გაზარდონ თავიანთი ბიზნესი და წვემა გაუჩნდეთ საერთაშორისო როგორც ინვესტორზე, ასევე მომხმარებელს. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს ბიზნესთან ურთიერთობა ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც თქვენი ყოველდღიურობაა. დღევანდელი მოცემულობით ბიზნესმენს, რომელსაც აქვს გარკვეულწილად ახალი პროექტის განხორციელების სურვილი, ან გარკვეულწილად აქვს გამოწვევა ამა თუ იმ ნაწილში, შეუძლია თავისუფლად ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებიდან გაიაროს კონსულტაცია, მიიღოს ნებართვა. ანუ ეს რამდენად გამჭვირვალე პროცესი გაქვთ და რამდენად მზად ხართ, რომ კიდევ უფრო აქტიურები იყოთ ბიზნესთან ურთიერთობის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ნამდვილად. ვერასოდეს ვიტყვი, რომ საკმარისი არის ის ურთიერთობა და ალბათ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყოველთვის ახალი არხები გავაჩინოთ კომუნიკაციის.
თავისთავად ვიტყოდი, რომ ეკონომიკის სამინისტრო ერთ-ერთი და მაქსიმალურად გახსნილი უწყება ნებისმიერი დონის, ზომის და ასე ვთქვათ, ინდივიდუალური ბიზნესის თუ ამ შემთხვევაში ასოციაციების ან სხვადასხვა ჯგუფების მიმართ, თუმცა მაგალითად ისევ, როდესაც ვსაუბრობ მცირე და საშუალო ბიზნესზე, ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ურთიერთობის უფრო ინსტიტუციონალიზაცია და წესრიგში მოყვანა და ეს გამოიხატა იმაში, რომ უკვე მეორე წელია აწარმოებს საქართველოს ავითარებს ეგრეთ წოდებულ ბიზნესის კეთების კომპეტენციის ცენტრებს რეგიონებში ამ შემთხვევაში, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს შესაძლებლობა არა მხოლოდ ინფორმაცია მიიღოს, არამედ ძალიან კვალიფიციური მომსახურება მიიღოს ისევ კერძო სექტორიდან, ამ შემთხვევაში სახელმწიფო არის დამაკავშირებელი და გარკვეული ფინანსური უზრუნველმყოფი იმისა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესმა მიიღოს აიმაღლოს კომპეტენცია ბიზნესის კეთების. დიჯიტალიზაცია, ფინანსური ანგარიშგება, იურიდიული საკითხები, მარკეტინგი, გაყიდვები, ბრენდინგი, შეფუთვა, საკმაოდ ვრცელი ასე ვთქვათ, სია იმ სერვისების, რომელსაც ვთავაზობ და წლევანდელი მონაცემებით დაახლოებით 600 მცირე და საშუალო მეწარმემ გაიარა, ასე ვთქვათ, ამა თუ იმ ტრენინგში ან მიიღო კონკრეტული მომსახურება სახელმწიფოს დაფინანსებით. ეს არის ის უნიშნულოვანესი ბერკეტი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ერთის მხრივ ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე, მაგრამ მეორეს მხრივ ვსაუბრობთ, რომ ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა არის პროდუქტიულობის ზრდა, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესში და აქ უკვე შემოდის ტექნოლოგიები, აქ შემოდის ნოუ-ჰაუ, აქ შემოდის ის ახალი გადაწყვეტები, რომლებიც მრავლად არის სოფლიოში და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ქართულმა ბიზნესმა, ქართულმა კერძო სექტორმა ამითი მაქსიმალურად ისარგებლოს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და შევხვდებით 2026 წელსაც, ბევრი სიახლე დაანონსეთ და ბუნებრივია ბიზნეს პარტნიორი ამ სიახლეებს მიყვება და დეტალურად გააშუქებს. ირაკლი ნადარიშვილი, ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.